მოგიკლავთ ადამიანი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ბატონო ლადო, უნდა მოგილოცოთ 5000 ლარი. თუმცა საზოგადოებას განმარტება ჭირდება. თუ შეიძლება გითხარით, რატომ მოკალით ადამიანი? მას მერე გავიდა 37 წელიწადი. დღესაც ღამე ახსენებს თავის თავს. ცრემლი მოგერია. მე დიდი ხნის ექიმი ვარ და ძალიან საინტერესო სფეროსი. სამიანო გინეკოლოგიური წარსული მაქვს. და ერთადერთი ხელოვნური აბორტი მაქვს გაკეთებული. მას მერე რაც მე ჩანასახი მუზეუმში დავინახე. იცი რა, შენ კი მოინანიე. შენ კი ახსნება თქვი, მიგიტევეს, მაგრამ იმას ხო ვეღარ დააბრუნე. ბატონო ლადო, ძალიან ძიმე იყო ამის მოსმენა და მე თქვენ შვილს მინდა ვკითხო. თინა, იცოდით ამის შესახებ? ცრემლი დავინახეთ თქვენს თვალზე. კი, ვიცოდი. და ეს განცდაც რამოდენიმეჯერ აქვს ალბათ მოყოლი ჩვენთვის რაღაც წლების განმავლობაში და ბოდიშვილი. ყოველთვის ერთნაირად ყვება და ყოველთვის ერთნაირად უსმენთ და ერთნაირი ემოცია გვაქვს, იმიტომ რომ რასაც ამბობს რომ არა აბორტს, ეს არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაიგონ, გაითავისონ და დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვინც ამას ქადაგებს, ესე ვთქვათ და ამბობს პროფესიული კუთხით და ამბობს იმითი, რომ სიცოცხლე უნდა აუცილებლად შევინარჩუნოთ.